ბატონი გიორგი ჭოლაძე შემოაცილოს დარბაზში. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, გთხოვთ დაბრძანდეთ. ბატონი გიორგი ჭოლაძე 2019 წელს ასრულებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობას, ის იყო ამ თანამდებობაზე დანიშნული და მისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია შესაძლოა იყოს ცნობილი. პირველ რიგში მადლობა, რომ მომყისიერად გამოეპასუხეთ ჩვენს მოწვევას და მობრძანდით. მე მინდა პროცედურით დავიწყოთ, თქვენს წინაშეა ტექსტი, რომელსაც თანხმობის შემთხვევაში უნდა მოაწეროთ ხელი. ტექსტი ამბობს იმას, რომ ჩვენი კომისიის წინაშე განზრახ ცრუახსნა განმარტების მოცემა კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება იჭება სისხლის სამართლებრივი წესით. გთხოვთ მოაწეროთ ხელი იმის დასტურად, რომ ეს გაფრთხილება გაკეთებულია. ბატონო გიორგი, თქვენ მოდით აიღეთ ის დრო, არ ვიცი, 10 წუთი ნაკლები მეტი თავისუფალი თხრობის რეჟიმში ბრძანეთ რისი თქმაც გსურთ. დასაწყისში კარგი იქნება თუ ყველას შეგვახსენებთ, მიუხედავად იმისა, ვის ზოგიერთ შეიძლება უკვე გვახსოვს, მაგრამ მაინც და საზოგადოებას პირველ რიგში, რომელ წლებში ასრულებდით საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობას, რა ფუნქციები გქონდათ და რისი თქმაც გსურთ ბრძანეთ და შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგრძელოთ. მოგესალმებით, მივესალმებით ელემაყურებელს. ესე იგი, მე დავინიშნე 2018 წელს, იმ დროს, როცა დაინიშნა მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრად და ჩემი უფლებამოვალეობა შეწყდა 2019 წლის 2 ოქტომბერს, 2 სექტემბერს ბოდიში, როცა ბახტაძე გადადგა თანამდებობიდან. ეს იყო წესით განსაზღვრული, ეს ანუ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვიყავი დასაქმებული, შესაბამისად ის როდესაც უწყდებოდა მას უფლებამოსილება, მეც ავტომატურად შემიწყდა. ეს ერთი. რაც შეეხება ჩემ უფლებამოვალეობებს, ჩემი ძირითადი ფუნქცია იყო ჩემ თანამშრომლებთან ერთად საგარეო საკითხებზე მუშაობა, საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებზე მუშაობა, ასევე რეგიონებთან მუშაობდით, ბატონი სუზარი გახდათ მაშინ ხელმძღვანელი რეგიონების, ჩართული ვიყავით ამ პროცესშიც და პრემიერის გამოსვლების და სხვადასხვა ღონისძიებების დასწრების სიტყვის მომზადება. ეს იყო ძირითადი საქმიანობა და რა თქმა უნდა პრემიერის მიმართ რჩევების გაცემა ამა თუ იმ სიტუაციაში. მე თუ თქვენ არ გექნებათ საწინააღმდეგო შემოგთავაზებით, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმით წავიდეთ, იმიტომ რომ აქ რაღაც ქრონოლოგიურად მოსაყოლი მე მგონი განსაკუთრებულად ესე არ უნდა იყოს, უბრალოდ თქვენ რა გაინტერესებთ, იმაზე დაფუძნებით მე შემიძლია. კი ბატონო, ბატონო გიორგი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თქვენ მისი აპარატის ხელმძღვანელი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი კახიშვილი და კაბინეტი. კაბინეტში მე ჩემი თავი მახსოვს და ალბათ დამიდასტურებთ იუსტიციის მინისტრად ამ დროს. ეს ის დროა, როცა უკვე პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს გაუერთიანდა და ამ უფლებამოსილებით ვარ პარლამენტში, კაბინეტში, მთავრობაში. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს გიორგი გახარია. თავდაცვის მინისტრია ირაკლი ღარიბაშვილი, უკვე შეიძლება ვცდები, ლევანი ზორია ბოდიში და სხვადასხვა ჩვენი კოლეგები. იმდენ ხანს ვიყავი მთავრობაში, შეიძლება ყოველ წელს ვინ იყო მინისტრი არ მახსოვდეს. ეს ამ წუთში არც არის რელევანტური. ჩვენ რატომ რა გაინტერესებთო იკითხეთ? გვაინტერესებს სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი საქმიანობა და განსაკუთრებით 20 ივნისი. 20 ივნისის თემაზე ბატონი გახარია გამოიკითხა, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ხელმეორედ დავიბარეთ ის და ის მობრძანდება ორშაბათს. ამიტომ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რას გვეტყვით თქვენ 20 ივნისთან დაკავშირებით, თუ კი რაიმე იცით. იმ ღამეს სად იყავით, სად იყო პრემიერ-მინისტრი
იმიტომ რომ მისი განცხადება თუ განცხადებებიც გვახსოვს და რა ხდებოდა უკვე მერე, ან რას შეესწარით 21 ივნისიც რომ გათენდა მე პირადად ძიმედ მახსოვს ის დილა და რისი მოწმე ხართ? აი ეს რო გითხრათ, აი აქ უკვე ქრონოლოგიურად რა არის მერე მოხდა. კი ბატონო. ესე იგი 20 იმ დღეს 20 ივნისის ღამეს დღის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ქუთაისში, ბატონო სულ არ მეგონა თქვენც იყავით, რაღაც ღონისძიების არ იყავით თქვენ. რაღაც ღონისძიება იყო, მოკლედ ეს ამბავი აქ თბილისში როცა მოხდა, რომ აღარ გავყვა ქრონოლოგიურად ყველა მიცით რაც მოხდა პარლამენტის შენობაში და შემდეგ ხალხის აღშფოთება რასაც მოყვა. ჩვენ დაუბრუნდით თბილისში, გავაუქმეთ იქ ღონისძიება და ჩამოვედით, მივედით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში. ბუნებრივია იყო განხილვა თუ რა, იმიტომ რომ დაგეგმილი იყო აქცია 7 საათზე უკვე, მე მგონი 7 საათზე იყო და თუ რა პროცესი შეიძლება განვითარებულიყო და ამასთან დაკავშირებით რა რისკები შეიძლება. გიორგი, ანუ თქვენ უშუალოდ მეორე დღეს დაბრუნდით აქ? დედაქალაქში? მე საუბრობ ეს ღამე სანამ მოხდებოდა, იმ დღეზე ვსაუბრობ ჯერ. ალბათ იგულისხმა დილით მოხდა გავრილოვის ამბავი. მოხდა ეს დღე პარლამენტში როცა შემოვიდა გავრილოვი. გავრილოვი რომ მოთავსდა პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ქუთაისში, ამას შეიძლება არსებითი მნიშვნელობა არ ქონდეს, მე უბრალოდ ქრონოლოგიურად გავყავი ამას რაც. მოდი მაშინ თარიღებით გავყვეთ, როდის არის ეს, იმიტომ რომ საზოგადოების საქმეში რომ არ 2019 წლის 20 ივნისია და ის დღე 20 ივნისია და თქვენ ამბობთ წინა დღეს. არა, 20 ივნისს ვამბობ. 20 ივნისს. 20 ივნისს ვამბობ, დიახ. 20 ივნისს ხართ ქალაქარეთ. კი ბატონო. კერძოდ ქუთაისში. კერძოდ ქუთაისში. ხო, აი ესე გავყვეთ. კი ბატონო. დაუბრუნდით თბილისში, მივედით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში და ნუ ბუნებრივია ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო მსჯელობა. აი უკვე პარლამენტში გადმოსვლა ჩვენი პრემიერ-მინისტრის და ჩემი თანამშრომელი აქ არავინ არ ყოფილა. რავად, კიდევ ერთხელ რადგანაც ეს ფორმატი გვაქვს. თქვენ რა დროს დაბრუნდით? აი რა დროს მიიღეთ ეგ გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ უნდა დაბრუნებულიყავით? და იქიდან რა დროს მიიღეთ გადაწყვეტილება და აქ რო დაბრუნდით, აქ რა ვითარება არის? ვითარება არის ის, რომ აქ უკვე შეკრებილია ხალხი, დიდი რაოდენობა არ იყო, ჯერ ის არ მინდა რაღაც შეცდომაში შეგიყვანოთ, მაგრამ საღამო იყო, დღე იყო კიდე რა. კი გრძელი დღეები გვაქვს ამ ივნისში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღე იყო, ჩამოვედით საღამოს, აქცია უკვე შეკრებილი იყო, ამის თქმა მინდა. და აქ უკვე გადმოვედით პარლამენტის შენობაში გადმოვედით სადღაც 11-ის წუთებზე, საღამოს 11-ის წუთებზე. როდესაც მოვედით შენობაში, პრემიერი გადმოვიდა თავისი რაღაც დაცვის პროტოკოლი არსებობდა და გადმოვიდა თავისი ხაზით. მე ფეხით გადმოვედი, აქეთ ჩიტაძის ქუჩაა ხო, მე მგონი ეს ხო? ფეხით გადმოვედი სამთავრობო დაცვის ჭიშკრის გავლით, შემოვედი შენობაში და დაცვის თანამშრომლებმა ამომიყვანეს როგორც შემდეგ ირკვევა ზვიად ძიძიგურის ოთახში, რომელიც მაშინ იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ნუ პირველი კითხვა რაც დავსვი, გახარია იყო იქ, რამოდენიმე დეპუტატი იყო, მახსოვს თუ მნიშვნელობა აქვს ამას ჩამოვთვლი ამასაც არა. კი, ჩამოთვალეთ, ვინ დაგხვდათ? თვითონ ძიძიგური დაგხვდათ? ძიძიგური ნამდვილად არ მახსოვს, საერთოდ იყო თუ არა იქ, რომ არ დაგიმალოთ, მე არ მახსოვს. ანუ დათმობილი ქონდა? სავარაუდოდ, მე უბრალოდ დაცვის თანამშრომლებმა შემომიყვანეს, სამთავრობო დაცვის ბიჭებმა, შემომიყვანეს ოთახში, სადაც იყო გახარია, სადაც იყო დათო მათიკაშვილი მახსოვს, რატი იონათამაშვილი მახსოვს, მამუკა მდინარაძე მთელი პროცესი იქ იყო, მიხეილ ყაველაშვილი, მერე უკვე სხვა დეპუტატებიც მოგროვდნენ ამას შემდეგ უკვე. კი, უბრალოდ ქრონოლოგიურად რადგან მივყვები, იქ ვინც მახსოვს თავიდან რომ მივედი ეს იყო. და ჩემდა გასაკვირად იქ იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, უბრალოდ ეს ჩემთვის იყო რაღაცა ჰუბერტ ეს კაცი იყო რა შემიძლია ეს განახოთ. კნიშია. დიახ. აი ეს ადამიანი იყო მაშინ ელჩი. კი, გვახსოვს მას რა დაგვავიწყებს, ის ჩვენ სულ გვემახსოვრება. შემდეგ? დიახ. რომ წარმოვიდგინოთ, შემოსასვლელი იყო აქედან. იქით იყო მოსასვენებელი ოთახივით, ძალიან ისეთი ვიწრო, ჩაბნელებული იყო ის ოთახი, აქეთ იყო სველი წერტილი კიდევ და აი ამ ხრიდან გადადიოდა რუსთაველის გამზირზე გადადიოდა ფანჯარა, საიდანაც გახარია იყურებოდა და შემდეგ უკვე პროცესში მოყვები რაც ხდებოდა. აი აქ იყო სავარძელი რაღაც, სადაც მოთავსებული იყო ეს ბატონი, გერმანიის ელჩი. მე გახარიას ვკითხე, რომ თუ რასაკეთებდა ეს ადამიანი აქ, იმიტომ რომ მარტივია რა, ეხლა ვენის კონვენცია თუ ვინმე საკითხული აქვს, იქ წერია, რომ მიმღები სახელმწიფო
ვალდებულია რომ დაიცვას დიპლომატი განსაკუთრებით ელჩი. ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ასე ვთქვათ პირდაპირ პრეროგატივა განსაკუთრებით იმ დროს როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავდა მათ რეზიდენციებს და საელჩოებს. ეხლა მეგონი სამთავრობო დაცვაში, მაგრამ ამას არსებობს მნიშვნელობა არ აქვს. ვენის კონვენცია ავალდებულებს იმღებს სახელმწიფოს რომ გააკეთოს პრევენცია ამ ადამიანის ნებისმიერი დიპლომატის ასე ვთქვათ თავდასხმის თუ მისი თავმოყარეობის თუ ასე შემდეგ ღირსების შელახვის წინააღმდეგ. მე ბატონ გახარიას ვუთხარი რომ ეს იყო კატეგორიულად დაუშვებელი ამ კაცის აკოფნა და ვკითხე საიდან აღმოჩნდა უბრალოდ მან მიმპასუხა ძალიან ისე ცოტა ცინიკურად როგორც ჩვევია ხოლმე რომ შეერნობდა რუსთაველზეო და ჩემმა ამოიყვანესო ნუ ეს კიდე უბრალოდ იქ არ იყო ამისი დრო ეხლა რას ქვია შეერნობდა რას ქვია როგორ ამოიყვანთ რანაირად არსებობს სხვა კამერები და სავარაუდოდ გამოძიებას თელ ეს პროცესი ამოღებული ექნება და ნახავდნენ ეს კაცი როგორ შემოვიდა. ანუ რის თქმა მინდა ამით რა ეს არის ჩემი პირადი შეფასება, მე აქ ფაქტობრივ გარემოებებს ვყვები, მაგრამ მე მინდა ეს აღნიშნოს, ეს არის ჩემი პირადი შეფასება. ეს ადამიანი იქ იყო აბსოლუტურად ჩამოშლილი და აბსოლუტურად არაკომპეტენტური. რაში გამოიხატებოდა? პირველ ეს კაცი აქ იყო, იმას კი არ შეუშალა ხელი ეს კაცი აქ არ შემოსულიყო, პირიქით. ხელი შეუწყო, როგორც თვითონ მითხრა, მე არ ვიცი, შეიძლება მომატყუა, ამაზე მე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ძალიან ისე ამაყად მითხრა, რომ შემოვიყვანეთო და ზისო. მე მას გავესაუბრე როგორც წეგან აღნიშნე, ჩემი ერთ-ერთი ფუნქცია მოვალეობა მე ელჩებთან ურთიერთობა მქონდა, თითქმის ყველა ელჩთან, პირადად ვიცნობდი მათ. მე მას გავესაუბრე. ცოტა გაგურებული იყო, რომ არ დაგემალოთ. რა უნდა თითქოს მან თუ არ ვიცი, რაღაცა ის კითხვებს მისვამდა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იქ რამდენი ადამიანი, რაღაცა ეს არაფერი განსაკუთრებული. შემდეგ ამ მოვლენასთან ამ მოვლენის პარალელურად რაც გახარიამას აღნიშნა თვითონ აქ რო იყო ის მართლა ურეკავდა დეპუტატებს მე რეგ დეპუტატების რაოდენობა მომრავლდა მინისტრიც იყო ერთი მახსოვს ვანო მაჭავარიანი შეიძლება თავიდანვე იყო ეს არ მინდა რაღაცა ფინანსთა მინისტრი დიახ დეპუტატები მომრავლდნენ შემდეგ კიდე გახარია თვითონ ურეკავდა დეპუტატებს გახარია თვითონ ურეკავდა თვითონაც თქვენთან თქვა წინა მოსვლა ურეკავდა კი ურეკავდა რა გააკეთეთო რა შეუბნეოდა რატომ მოდითო იცით რა იყო როგორც მე არ ვიცი ახლა ეს რა შეეუბნებოდა მაგრამ მოდით სადახართ რაღაცა ეს ლაპარაკი იყო რა მაგრამ სანამ რეკვას დაიწყებდა ბატონები მამუკა მდინარეძე დავით მათიკაშვილი ბატონი რატი უკვე იყვნენ ადგილზე ირაკლი რატი იონათამიშვილი უკვე იყვნენ ხო რატი იონათამიშვილი ნამდვილად ნახე როგორც მახსოვს მანამდე იყო მიხეილ ყაველაშვილი იყო დათომატიკაშვილი და მამუკა მდინარეძე მთლიანი პროცესი იყო მე რაც მახსოვს თავიდან პირველი წუთიდან ბოლომდე მე მგონი თქვენ ბატონსო მე ცოტა მოგვიანებით მოხვედით რაღაც ეთერში იყავით მე მგონი და მოგვიანებით მოგიწიათ მოსვლა რაც შეეხება ამ დეპუტატებს გახარიამ ის სახსენა მე მახსოვს თქვენ ეთერში გახსნა გამარტების დროს რომ მე ვასულიერებდიო მათო გულწრფელად გეუბნებით ერთ-ერთი შვილი მყავს იმის თავსფიცა ვარ მე მაგის მოსულიერებული იქ ნამდვილად არავინ მინახავს არც მისი ყავით და წყლით გამასპინძლებული არავინ მინახავს ან მაგის ცეცალა და არც მისი ხაშლამა ჩამოტარებული რა ვიცი ხა იქ უბრალოდ მაგისი არც დრო იყო და არც სიტუაცია რას ქვია გამომასპინძლე და რას ქვია ოთახ დარბოდიო არც ოთახ მისი სირბილი არ მინახია მე ოთახ ნახე როგორ დარბოდა სოზარ სუბარი იმიტომ რომ იმ ოთახიდან ბატონო იმ ოთახიდან ძალიან ცუდად ჩანდა ის მიმდინარე პროცესები იქ რაც მიდიოდა რაღაცა კუთხე იყო თქვენ უკეთ გეცოდინებთ ამ პარლამენტიდან რაღაც როგორ ჩანს რა ოთახიდან რა ხედია და სოზარი გადიოდა მახსოვს და უყურებოდა იქ რა ხდებოდა ტელევიზორში ერთი მომენტიც მახსოვს შემოვიდა და უთხრა რომ უკვე სროლა რო დაიწყო მე რა ხდებაო და ძალიან ესე აგდებით გვიპასუხა მეც იქ ვიყავი ყველა აღშფოთებულები ველაპარაკებოდით გვიპასუხა რომ ეგო ის არისო კაცო ეგ ძველი ესე როგორც ის ხომ თავის ცინიკური იმით ეგო ძველი კადრებიაო ეგ ოპო არხები ვატრიალებენ ძველ კადრებსო ნუ ავიც კი ბატონო ატრიალებ ეს უთხრა სოზარ სუბარს მეც ვიყავი რომ უთხრა სოზარ სუბარს ერთი წუთი სოზარ სუბარმა რა უთხრა რის პასუხად უთხრა გახარიამ სოზარ სუბარს ესო ძველი კადრებია ოპოზიცია ატრიალებს აი სროლა რომ დაიწყო ტყვიების იცით და მე ვერ ვარჩევდი ხა ტყვია იყო თუ რა მე მგონი სროლა რო დაიწყო ბატონო ელეკოს გარდა აქ ვერავინ ვერ გავარკვევთ მაგას ხმაზე რა იყო გაზის ბალონი გასროლილი თუ იყო ტყვია უბრალოდ ხმა სროლა იყო რა არის მე იყო მე ამის ხმა და სუბარმა უთხრა რას შვებიო თუ რა შვებიო ესეთი ცოტა ესეთი
შეშლილი სახით შემოვარდა, რომ რა არის ეს, რა უბედურებაა, იმიტომ რომ იქ ისეთი, ასე ვთქვათ, ხალისიანის ქონდა, თითქოს არაფერი არ ხდებოდა გარეთ. გახარია იყო ხალისიანა? ხალისიანი ცოტა შეიძლება გადაჭარბებულად თქვა, მაგრამ არ ეტყობოდა ის, რომ განსაკუთრებულად რაღაცაზე იქ დარდობდა, რა ხდებოდა გარეთ. უბრალოდ ძალიან გასაკვირი იყო ეს. ამის შემდეგ ხდება ქრონოლოგიურად რო გავყვეთ, ხა მე ცოტა გადავხდი ამ სროლის ამბავზე. თქვენ იცით მესიჯის ფორმირება როგორ ხდება, შინაგან საქმეთა ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი იყო მასთან ერთად მისი PR-ის ხელმძღვანელი იყო მე მგონი ის გოგო. ჩვენ შევთანხმდით ასეთ რაღაცას, რომ პრემიერი უნდა გამოსულიყო, უნდა მისულიყო შეკრებილ მედია საშუალებებთან და უნდა მიემართა განცხადებით, უნდა დაეწყნარებინა საზოგადოება და როდის ეს ხდება, ნუ პრემიერის გამოსვლა იყო, მე ვნახე ქრონოლოგიურად როგორ მიდიოდა ეს პროცესი, იყო 23:42-ზე დაიწყო პრემიერის გამოსვლა, განცხადება. მანამდე ხდება რამოდენიმე წუთით ადრე, ალბათ 10 წუთით ადრე. ვიდექით ერთად, ყველა იკრებოდა ერთად, მაგრამ მე ვიდექი მასთან პირადად, როდესაც მან უთხრა პრემიერ-მინისტრს, ну, ბახტაძის ძალიან ისეთი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ არანაირი ის არ უნდა გამოყენებულიყო სპეცსაშუალება, იმიტომ რომ არ იყო ხა იქ ის რაოდენობის ხალხი, რომელსაც სხვა მეთოდებით ვერ გაუმკლავდებოდი, შეიძლება ასევე მოლაპარაკება გაჟღერდა კიდევაც გახსოვთ თქვენ, რომ ოპოზიციის ლიდერები უნდა შემოსულიყვნენ, მე ეს ატომღაც არ ვიცი, გაუქმდა, იმიტომ რომ იქ წავიდა მთელი ამბავი და ბახაბუხი. ჩვენ შევთანხმდით ასეთ მესიჯზე. უნდა საზოგადოებისათვის მიემართა პრემიერ-მინისტრს, უნდა დაწყნარებულიყო, ასე ვთქვათ, დამაწყნარებელი მესიჯი და შემდეგ უკვე უნდა ეთქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეცსაშუალებების გამოყენებას. ამაზე შევთანხმდით, ეს იყო. მოიცადეთ ერთი წუთით აქ შევჩერდეთ, ვინ შეთანხმდით და სად? წეგა რატო აღნიშნე სექტორული მინისტრის მეთქი, აი მაგალითად რო ავიღოთ, გარემოს დაცვის მინისტრი, როცა ღონისძიებას ატარებს გარეულ თანხმებთან დაკავშირებით. პირობითად ეხა უტრირებულად ვამბობ ამას, ხო? რატომ უნდა იცოდეს ხა პრემიერ-მინისტრმა გარეული თანხმების რაოდენობა შირაკის ველზე, პირობითად. და უყვება ამას, იმიტომ რომ როდესაც ეს საზოგადოებას მიმართავს მედიასთან დადგება თუ რაღაცა, შინაარსი უნდა იცოდეს. ეხლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ მომენტს. მესიჯის ფორმირება მოხდა გახარიას მიერ, რომელიც უთხრა პრემიერ-მინისტრს, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი მამუკა, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეცსაშუალების გამოყენებას. ვიდექით ერთად გახარია, მე ბატონო პრემიერი, მისი პრესცენტრის წარმომადგენელი და გარშემო ეს დეპუტატები, ну, ყველა იყო რა, ეხლა რომ ვინმე ამას ისმენ და არ ისმენ და ამის თქმა მე პრესცენტრის წარმომადგენელი ვინ იყო? სოფო მდინარაძე. და შეთანხმდა ეს აბსოლუტურად ახლა საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ აბსოლუტურად კლასიკური პროცედურაა, როდესაც პრემიერ-მინისტრს აქვს ასე ვთქვათ, ნორმალურ ვითარებაში, ნორმალურად აწყობილი ურთიერთობა, ის რა თქმა უნდა დარგობრივ მინისტრს ეკითხება პირველ რიგში აზრს, მით უმეტეს ასეთ ვითარებაში, როცა ის მართავს სპეცოპერაციას და ან იზიარებს, ან არ იზიარებს მის აზრს და კორექტირებს მასთან შეთანხმებით და ასე შემდეგ. ანუ თქვენ გვიყვებით, რომ ეს პროცედურა შედგა. ეს არ იყო რაღაც მამუკა ბახტაძე გამოვიდა და თავისი აზრი თქვა. მან შეათანხმა დარგობრივ მინისტრთან, რომელმაც უთხრა, რომ ეს არის მესიჯი, ეგრეთ წოდებული გზავნილი საზოგადოებისთვის, რომელიც ჩვენ შეგიძლია გააჟღერო. ეს არის რასაც თქვენ. ნამდვილად ასეა. წავიდა ბატონი პრემიერ-მინისტრი, დადგა კომენტარზე, რომ დგებით ხოლმე ყველა პარლამენტის. არ ფეხით ვიარეთ მახსოვს ამ შენობაში მე არ ვერკვევი დერეფნებში იარეთ? ბატონო? დერეფნებში ვიარეთ, დიახ. ცოტა არ გვივლია ამის თქმა. თქვენ წაყევით მამუკა ბახტაძე. მე წავყევი კადრებში ჩანვარ აგერ. შეიძლება რომ ყველა მიცის და ნანახი აქვს. მივედით გვეხმარებოდა პრესასთან ურთიერთობაში ასევე ჩემი თანამშრომელი აქ არც ერთი არ იყო. მე არავინ არ გადმომიყვანია აქ, იმიტომ რომ თავიდანვე შეცდომათ მიმაჩნდა ეს ჩემი პირადი აზრია, რომ ამ შენობაში ეს შტაბი შედგა. მე არ ვიცი ბოლო პროცესების დროს რა ხდებოდა, მაგრამ ამ შენობაში რა უნდოდა ამ შტაბს და რატო მოხდა ასე და რატო ეძახდა ამ დეპუტატებს, არ ვიცი, როცა აგერ გვერდით შენობაში ინგო როყო 7 ნომერში არის აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე აღჭურვილი, გეცნობათ ბატონო რეკო თქვენ, სიტუაციური ოთახი, საიდანაც აი საზოგადოებას რომ უთხრათ, ეს არის ოთახი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით გაკეთდა რამოდენიმე წლის წინ, მაგ დროს იყო უკვე, სადაც იმართებოდა კოვიდის სხდომები, თუ გახსოვთ. აი ეს არის ის ოთახი, სადაც გამართულია ტექნიკურად უმაღლეს დონეზე აღჭურვილი, შეგიძლია იქიდან მართო
იმაზე გაცილებით 10 ჯერ კარგად სიტუაცია, ვიდრე აქედან. ეხლა მე არ მინდა რაღაცა პროფესიულ თემაში შევიდე, ეს არის ჩემი პირადი აზრი, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება ეხლა გახარია მობრძანდეს აქ და თქვას, რომ მე ისეთი მაგარი მინისტრი ვიყავი, მივედიო და იქ ბლისხახაში თავი ჩავყავიო, მაგრამ არ იყო ეს ასე, მე მივაწერდი ამას მის არაკომპეტენტურობას, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრით, ჩემი ღრმარწმენით და აზრით ეს არ უნდა გაეკეთებინა და პლუს კიდე იმ დამატებით ის, რომ აქვე ეპატიჟებოდა იმ დეპუტატებს და ელჩი ყავდა კიდე რაღაცა ისევ ჩემი აზრით ვამბობ, ფარად ასაფარებლად რამე რომ მომხდარიყო. იქ რო რამე მომხდარიყო, კიდე გადავხტები ბოდიშს ვიხდი უკან მე თუ არ გეჩქარება თქვენ მე არც არ მეჩქარება შემიძლია ხალხს ვიყო. რო რამე მომხდარიყო და გერმანიის ელჩს ერთი ღერით მათ ჩამოვარდნო და იქ რო ხალხი შემოვარდნილიყო და ჩვენამ შენობაში შემოვარდნები სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თუ არ ვიცი როგორც გინდა დავარქოთ გვახსოვს. რა მოხდებოდა მას გააზრებული ქონდა? არა. რატო არ ქონდა გააზრებული? იმიტომ რომ ვენის კონვენცია წაკითხული არ ქონდა. კანონი პოლიციის შესახებ არ ქონდა გვენ წაკითხული, რასაც აკუყურებთ ეხლა მის კომპეტენციაში ახლა ღრმად. თქვენ წახვედით, დადექით კომენტარზე, პრემიერ-მინისტრი დადგა კომენტარზე. შემდეგ რა თქვა მან? დაახლოებით 10 წუთის უხეშად 10 წუთის განმავლობაში პრემიერმა განცხადება თხრობით რეჟიმში გააკეთა, თქვა რომ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ თვითონაც აღშფოთებული იყო, ყველა ნორმალური ქართველი აღშფოთებული იყო იმით, რაც მოხდა. გვახსოვს ჩვენ განცხადებები, მათ შორის ვეტერანების განცხადებები, ყველა იყო აღშფოთებული, ხო, მათ შორის ჩვენ ამ დარბაზში ყოფილი ადამიანები, ის რაც მოხდა და მოუწოდა ამ ახალგაზრდებს. გავრილოვზეა საუბარი, დიახ, მოუწოდა ამ ახალგაზრდებს. რომ სხვა აღშფოთებები კიდე წინ ქონდა და ამიტომ არა, ამაზე იყო საუბარი. და მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ ნუ წამოეგებოდნენ პროვოკაციაზე, ნუ გახდებოდნენ, ასე ვთქვათ, გამოსაყენებელი, შეიძლება ცუდად ჟღერდეს ეს სიტყვა, რაღაც ჯგუფების და ნუ იძალადებდნენ და მოუწოდა სიმშვიდისკენ. აი ეს იყო მთავარი და ბოლოს ყველაზე მთავარი რაც თქვა, ბოლო 1 წუთის განმავლობაში მიდის ეს თხრობა, მე როგორც პრემიერ-მინისტრი გეუბნები თქვენ, რომ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც გამოიყენებს ძალისმიერ მეთოდებს ჩვენივე შვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ეს არ მოხდება. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ამას გააკეთებს. დამთავრდა ეს ამბავი, მოუტრიალდით უკან აი იუველირული სიზუსტით მახსოვს. ცოტა ხანი შევჩერდი, რამოდენიმე დეპუტატი იდგა იქ ქვემოდან ისმოდა ოპოზიციური წარმომადგენლების შეძახილების, კანდიდირებდნენ რაღაცებს, რომ ხმა ამოდიოდა. არ ვიცი კიდე სად ვართ ეხლა და სად არის ეს ადგილი, სადაც ვიყავით, მაგრამ ხმა ამოდიოდა ამ ხალხის, იქ არა მარტო დეპუტატები იყვნენ, არამედ დღის განმავლობაში საშვებით დაშვებული ადამიანების, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი რაოდენობა და რომ მე საუბრებოდი არ მახსოვს იქ დეპუტატებს შევყოვნდი, ასე ვთქვათ, ამ დერეფანში და მე მახსოვს, როცა შევედი ზვიად ძიძიგურის ოთახში, სადაც იყო ეს შეკრებილი ეს ხალხი, მთავრობა და ხელისუფლება ზოგადად, უკვე სრულად დაწყებული იყო. ანუ კიდევ რო დავაზუსტო, მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ რამოდენიმე წუთში, როდესაც სანამ მე მივედი იმ ოთახამდე, სროლა იყო დაწყებული. მაინც დავაყოლებ, რომ მე ასე მახსოვს, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ ეს ასე იყო. რამოდენიმე წუთში იყო ეს ამბავი. რომ შეხვედით უკან, ისევ დაგხვდათ გახარია ძიძიგურის ოთახში. კი, გახარია იქ იყო. და არ უთხარით ამ მესიჯით გაგვიშვა. ძალიან მძიმე საუბარი იყო, ქალბატონთია, მინდა გითხრათ, პირადად მარტო ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო, მე იმ წუთში მოკლედ რბილად მინდა ვთქვა და არ ვიცი რამდენად გავამივა. თქვენი აზრით ამით რა გააკეთა მაშინ გახარია? პრემიერ-მინისტრი დააკნინა მისი გამოსვლა თუ რა უნდა და რა მიზანს ემსახურებოდა? კარგი კითხვაა ბატონო. ან პასუხი რა ქონდა, როცა იკითხეთ თქვენ? პასუხი რა ქონდა და ქონდა ის, რომ მე არაფერ შუაში ვარ, სიტუაცია დაიწყო, დაიძაბა ისე, რომ ადგილზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება შემდეგ უკვე შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრს ინფორმაცია არ ქონდეს მის შესახებ. მე არ ვერგეთქვი. რა მომავლის პროგნოზი არ ქონდეს გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ იგი უამრავი ინფორმაციის მატარებელია და უნდა ფლობდეს და მას თუნდაც 5 წუთის კი არა, 1 საათის წინ და საათნახევრის წინ უნდა ქონოდა ინფორმაცია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ეს არის წარმოუდგენელი, თუ კი усმენ შენ იმას რა ქვია, სამსახურს усმენ სხვადასხვა უწყებებს და ამ ინფორმაციას ანალიზს უკეთებ. ესე არ ხდება. კი ბატონო, ეთახმებით. თქვენ თქვით რომ მძიმე საუბარი შედგა. ვის და ვის შორის შედგა ეს მძიმე საუბარი? მამუკა ბახტაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის. და არა მარტო მათ შორის, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ამ მძიმე საუბრის დეტალები?
რბილად ვიტყვი, ის საყვედურობდა მას, რა ხდებოდა ეს, რატომ გააკეთა, პასუხი უკვე მოგახსენეთ, რაც გასცა. ბატონო? მე არ ვიყავი იქ, ანუ ამ შემთხვევაში ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ მოხდა ამ სიტუაციის ესე დაწყება. ანუ მე ვიყავი აქ და ანუ რატომ მოხდა? კითხვა იმაში კი არისო, მარტო რატომ მოხდა ამ სპეცსაშუალებების გამოყენება. ქრონოლოგიურად მე რაც მოვყევი 23 საათსა და 48 წუთზე მთავრდება თუ 49 წუთზე მთავრდება პრემიერ-მინისტრის გამოსვლა განცხადება. რამოდენიმე წუთი ვანდომებთ იქ გზადაგზა მე შევჩერდი ყოველ შემთხვევაში მამუკა არ მახსოვს და შევდივართ და სროლა დაწყებულია. აი როგორც არ უნდა მჯეროდეს საკუთარი ჩემი ძმა რო ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მას ეთქვა რომ ესე იყო აი სადღაც თეორიულ ეჭვს ჩემს ძმაში არ შევიტანდი უბრალოდ თეორიულ ეჭვს დაუშვებდი იმაში რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული. იმ დროს როცა მან პრემიერ-მინისტრს სათქმევინა ეს იმ წუთიდან სანამ მივედით იმ ოთახამდე სროლა იყო დაწყებული. ამ დროს ელჩი ისევ იქ ბრძანდება? არ მინდა მოგატყუოთ და არ მახსოვს ეს ნამდვილად, იმიტომ რომ სავარაუდოდ იქ იყო, სავარაუდოდ, მაგრამ არ მინდა რომ ვერ დაიჟინებთ. რა უპასუხა რომ მე რა ვქნა, მე არ გამიცია ეს ბრძანება, ხევით ადგილზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ იძულებული გახდნენ დაეწყოთ ოპერაცია. გაამართლა, მაგრამ სხვებს დააბრალა. ხო, ანუ ეხლა არ ვიცი იქ ვინ გასცა ქვემოთ უკვე ბრძანება ამისი თუ თვითონ არ გაუწია, თუმცა მე ძალიან კარგად მახსოვს იმ ოთახში, გვერდზე ოთახში, სადაც ის შედიოდა, მე ვიყავი იმ ოთახში, შევდიოდი, გამოდიოდი იქ ეხლა რა მინდოდა, რა ზონებში დარიყავი მისი აზრების მოსმენა ნამდვილად არ მინდოდა, და აგდებულად უყურებდა ამ თემას, რაღაცა ისე რომ აი ნახე ბიჭო რა შვებიან ეს ახლა რა შვებიან აქციე მიდის და შენ იმიტომ ახლა მოვალე ამის აგდებულად რას ნიშნავს აგდებულად? ჩემი აზრით იმდენად არაკომპეტენტურად იყო ეს კაცი იქ მისული და ეს თვითონ შემდეგ აღიარა ამას მიუბრუნდებით ამ თემას რომ არასერიოზულად აღიქვამდა იმ პროცესს თლიანად რაც ხდებოდა რა. ეხლა თქვენ მაღალი თანამდებობა გეკავათ. მე მქონდა პატივი რომ ქართული ოცნების ნდობის საფუძველზე 8 წელი მემსახურა იუსტიციის სამინისტროში. მათ შორის მემართა სასჯელახსოვრების სისტემა. რაღაცა გადაკვეთები რბილად ვიტყვი. ძალოვან სტრუქტურებთან მქონია და მინახავს ხოლმე რომ ახალ დანიშნული ადამიანები არავის არ გეწყინოთ და ზირთად მამაკაცებს ზოგიერთს ემართება ეს რომ დაინიშნებიან ძალოვან თანამდებობაზე თუ მას არ აქვს კომპეტენცია და გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს ემსგავსებიან ხოლმე 1-2 მინახავს ასეთი კაუბოის და იმის მოთოკვა მერე დროს მოითხოვს და უშვებენ შეცდომებს. აგდებულში ამას ხო არ გულისხმობთ, იმიტომ რომ მე იმ ღამეს იმ პარლამენტის თურქეთიდან მოფრინდავდი მივლინებიდან და ვერ შევესწარი და ამიტომ გისვამთ ამდენ კითხვას. აგდებულად რას ნიშნავს? ხალხის მიმართ იყო აგდებული, თქვენს მიმართ იყო აგდებული. შეესრულეთ აგდებული ვერ იქნებოდა ვერასოდეს. შეიძლება ის აქ მოვიდეს და ბოდიში ვიხდი, შეიძლება ის აქ მოვიდეს და თქვას ეს ვაფშე ვინ იყო რა, მაგის ტერმინით. და დამაკნინოს მე მაგას ავიტან მისგან გასხოვებით მე მაგრამ აი რას გულისხმობთ აგდებული ანუ საკუთარი პასუხისმგებლობებისადმი აგდებულად ზერელი დამოკიდებულება საქმის აი ეს მაინტერესებს კი ბატონო თორე მისი კაუბოობა მე იქ არ მინახავს ნამდვილად და არც მანამდე არც ერთ მის სპეცოპერაციაზე კაუბოი არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი კაუბოი არც კაუბოი არ იყო მაგის მომიდა რომ მოვყვეთ ქრონოლოგიურად მის სპეცოპერაციებს და მოდი დავიწყოთ ბოდიშიდან დამთავრებული პანკისის ოპერაციამდე ყველგან ჩააფლავა სადაც მივიდა და ეხლა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ აქ ხო მე არც მისი მეგობარი ყოფილვარ არც მისი მტერი ვყოფილვარ ჩვენ ერთ გუნდში ვსახურობდით მე მიუხედავად ჩემი პირადი მის მიმართ და ამ ოთახში ორ ადამიანს ნამდვილად გახსოვთ იმ წლებში რა დამოკიდებულება მქონდა რომ არ ვიყავი მის მიმართ კეთილგანწყობილი და ეს მე არასდროს გამომიჟღავნებია მის მიმართ ვაკეთებდი პროფესიულად ჩემს საქმეს ვუდექი გვერდზე რაც შემეძლო და ყოველთვის სადაც საჭირო იყო მის გვერდზე ვიჯექი იმიტომ რომ ვიდექი გუნდის გვერდში და არა პირადად გიორგი გახდა ეხლა რომ გავაგრძელოთ ესე იგი მან თავი იმართლა ასე პრემიერ-მინისტრს მძიმე საუბარი ჰქონდა მასთან ამის მერე რა ხდება ამის მერე ხდება ის რომ პრემიერ-მინისტრი გადავიდა მთავრობის ადმინისტრაციაში მე დავრჩი, იქ ვიყავი ისევ რაღაცა პერიოდი, მაგრამ უკვე ხედავდი რომ აზრი არ ქონდა სიტუაციას, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩამოშლილი იყო მისი არაკომპეტენტურობის შედეგად ეს ადამიანი და ხედავდი რომ ირღვევოდა იმ ახსოვს ამ პერანგს შეიკრავდა გაიხსნა და ზოგი რას აკეთებს ზოგი რას ხო ნერვიულობის დროს, სტრესის დროს იკრავდა გაიხსნა და ბატონო
და იკრავდა, გაიხსნიდა იკრავდა. ხა მესმის ადამიანები ვართ მე შეიძლება ჩვენ აღმოჩნდეთ იგივე სიტუაციაში მე მის არც გამართლებას არც გამტყუნებისთვის აქ არა ვარ მოსული. მე უბრალოდ ფაქტებზე დაყრდნობით ვამბობ იმას, ფაქტობრივ გარემოსყობი რაც იყო. მაგრამ არც მანამდე, არც მაგ დღეს და არც მის მერე მე ერთი დღე არ მიმუშავე ამასთან, წამოვედი. არც დიდად მასურული ალბათ არ ქონდა ჩემი ატანის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსად მას რეზულტატზე ორიენტირებული ქმედება არ შეიძლება. რა გინდათ რა შორს მიდიხართ, აგერ განახებთ ერთი მას, მე სპეციალურად დავსკრინე ეს, მინდა ეს ნახოთ რა, გემახსოვრებათ. აი ეს არის მისი მოგონილი, ასე ვთქვათ, პიროვნების მიერ დავალებული შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 4 თებერვალს გამოაქვეყნა პოსტი არაჩადებას. Ну, აი, ვისაც ძალოვანში გიმუშავიათ, ვინც იცით ეს, არაჩადება შეიძლება იყოს სოციალური კამპანია, რომელსაც NGO-ები ჩაერთოს აქ, რაღაცა არაჩადებას კამპანია ეს არის, არ ვიცი, წარმოვიდი წადი და ministri ხარ რა, კონსპექტებით ministrობა ხო არის სწავლება წადი და მიხედე ამას, რომ არ ჩაუდოს თუ ვინმეს რამეს უდებს, ასეთ არსებობის შემთხვევაში ეს ქმედება არ განხორციელდეს რა. ეს არის მისი არაკომპეტენტურობა პირველი დღიდან. სპეცოპერაციები იქნებოდა ეს თუ საზოგადოებასთან ურთიერთობა ხა ეს ფეიკური თვალის ჩაპაჭუნებები, მიკროფონზე ხელი წარტყმა, წერტილები და მიკროფონის ესეთი მუშტებით გამორთვა, ცოტა მიკროფონის ესე ბოდიში მუშტებით გამორთვა, რომ მაგარ ბიჭობას თუ აკეთეს, მას ჩემი მეზობელი რაფიკაც აკეთებს ამას და პრობლემა არ არის, მოვიყვანოთ აქ მინისტრად დავსვათ. ბატონო გიორგი, ესე იგი, რა მაინტერესებს მე, ის იყურებოდა ასეთი მეთოდი იყო, იმის მაგივრად რომ სიტუაციურ ოთახში გადასულიყო აგერ მეზობელ შენობაში გიდან ემართა, ის აივნიდან გადახედვის რეჟიმში აკონტროლებდა ადგილზე, მაგრამ ალბათ იღებდა ინფორმაციასაც და გადასცემდა. რა მეთოდით აკეთებდა ამას თუ გინახავთ? დიახ, გინახავთ. სიტუაციური ოთახის რა იყო? ის თეორიული თავის ოთახში შეიძლება ყოფილიყო და იქიდან თუნდაც რა უნდოდა იქ შეიძლება? თუნდაც. არა, ბატონო, მე რა გულისხმობ სიტუაციურ ოთახში ბოდიშვიხთი, თუ მაინც და მაინც ტერიტორიულად აქ უნდა ყოფილიყო ახლოს. კი, ამას აქ არის სამთავრობო დაცვის შენობა, აგერ არის ეს ცოტა უფრო ცოტა მოშორებით 100 მეტრშია, მაგრამ აქ არის ეს ოთახი რა. ეს ოთახი კი არა, მთელი მისი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებიდან ადამიანი უშრობის საბჭოს დივანი იყო თან. არ დაგავიწყდეთ ეს 30 აპრილს ის დაინიშნა უშრობის საბჭოს დივნად. მას შეეძლო ამ სიტუაციაში დაეძახა ძალოვნებისთვის და რაღაც აზრი გამოეთქვა. მათ შორის იქ იყვნენ პროფესიონალები და დღესაც არიან, რომლებსაც ეს აზრის გამოთქმის საშუალება მაშინაც ჰქონდათ, დღესაც აქვს და ხვალაც ექნებათ. იმ ოთახში ასეთი არავინ არ იყო? იქ იყო მისი პრესამსახურის წარმომადგენელი, ხოლო ბატონო პოლიციებას უნდა მართავდნენ პროფესიონალები. და არ უნდა მართავდეს მას შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც არის სამოქალაქო პირი. ამაშია მთელი უბედური. ხო, ამ თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ, ალბათ ერთია, დიახ. ბატონმა ალეკომ სწორი შენიშვნა მოგცა, რომ სიტუაციურ ოთახში ყოფნაც არ ჭირდებოდა. მას თუ ექნებოდა კომპეტენცია, როგორც ამას აკეთებდა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას ვახტანგ გომელაური, არაერთი რევოლუციის მცდელობა აიცილა მან თავიდან და მას პარლამენტიდან არ უმართავს ეს პროცესები, იმიტომ რომ ეს არაკომპეტენტურობა, აღარაფერს ვამბობ იმას, რომ გავეშებული პროტესტის გამომხატველი ადამიანი, რომელიც გაღიზიანებული აგრესიულია, სპეცნაზთან დააპირისპირო, აი ასე პირისპირ, მაგრამ ამასაც ალბათ მიუბრუნდებით მერე თქვენ თუ ჩათვლით საჭიროდ. რა მეთოდით გადასცემდა და ვის და რა მეთოდით იღებდა ინფორმაციებს? კი ბატონო. მეთოდი თუ გულისხმობთ თქვენ ტექნიკურ საშუალებას, ალბათ ამას გულისხმობთ, ხო? ეს იყო ხელში ეჭირა რადიო გადამცემის საშუალება. მეორე ხელში ეჭირა ტელეფონი. აი ამით აკეთებდა ის და მახსოვს მისი შეძახილები, უბრალოდ ეხა ჯერ ერთი გუნდის წევრები ვიყავით, მეორე რა ჩემი ის იყო ეხლა იქ ფუნქცია რომ ყური დამეგდო ეხლა მე ვთვლიდი რომ ეს მისი საქმე იყო და მას უნდა შეესრულებინა და მაშინ ჩვენ ნამდგარიყავით რომელიმე მის ადგილას და ჩვენ დააგვეღო ეს პასუხისმგებლობა, ხო? რაც მე მახსოვს რომ მისი ფრაზები ეს იყო რაღაცა ნომრებით ეუბნებოდა, შენ აქედან ჩიტაძის ქუჩა, იქით რაღაცა ქაშუეთის ხარ, რაღაცა ესეთ ფრაზებს გადასცემდა, შემოუვარეთ აქედან ესე რაღაცა. ეს იყო იმის შემდეგ რაც უკვე მოხდა პირველი გასტროლები. კი ბატონო. თქვენ შორის მას შემდეგ რაც მამუკა ბახტაძემ დატოვა შენობა და დაბრუნდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში.
თქვენსა და გახარიას შორის რაიმე ტიპის საუბარი კიდევ შედგა? მარიდებდა თავს, იმიტომ რომ არ უნდა ნახეთ ის პროცესი, რაც მოდი თქვათ რა, შეფასებითი ნაწილის გარეშე ფაქტობრივად რაც დავინახეთ, რაც მოხდა, მაგ დროს ჩვენ არავინ არ ვიცოდით ეს რატომ მოხდა, ხო? შემდეგ დღეებში, რაღაცა მერე წლების შემდეგ კიდე რაღაცა ანალიზის შემდეგ ვაკეთებთ ხო რაღაცა დასკვნებს და მე მაშინაც მახსოვს რომ თავის არიდების ცდელობა ქონდა ერთ მომენტში დაჟე მითხრა რომ ბოდიში ვიხდი გამოთქმაზე მითხრა რომ ვიციო გერმანულად საუბრობ ელჩს დაელაპარაკეო რა ანუ გრძნობდი რომ მას არ უნდოდა რომ მე მასთან ინტერაქცია მქონოდა იგივე იმ ოთახში რომელშიც არ ვიცი სურვილი იყო ასეთი ადამიანების თუ ვინც იქ იყო შეკრებილი ბევრი არ შესულა იქ რა და აი მის შემდეგ უკვე როცა ეს პროცესი ამ სროლის შემდეგ განვითარდა საერთოდ ესეთი რაღაცა კედელივით გააკეთა და საერთოდ აღარ და მეც მივხვდი რომ ძალიან ზედმეტი ვიყავი ან რა უნდა გამეკეთებინა ახლა ჩემ მოქალაქეებს სროლას ნამდვილად ვერ დაუწყებდი ვაკრიტიკებდით ერთად მათ შორის ამ თემას შემდეგ დღეებში გახსოვთ და შესაბამისად წამოვიდი გადმოვიდი ადმინისტრაციის შენობაში უკვე ამას აზრი აღარ მქონდა იქ პროცესი როგორ განვითარდა უკვე დანარჩენი მე აქ აღარ ყოფილვარ მის მიერ იმ ოთახში თუ გინახავთ ისეთი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ან მისი მოადგილეები ან სხვა უწყების უშიშროების სამსახურის ან სხვა წარმომადგენლები ვინც მას რჩევებს აძლევდა თუ მხოლოდ დეპუტატები თქვენ და ელჩი იყავით არ მახსენდება ნამდვილად ერთხელ მახსოვს მოვიდა ანზორ ჩუბინიძე სამთავრობო დაცვის თქვენ მოგეხსენებათ სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურის ფუნქცია არის შენობის შიდა პერიმეტრის ასე ვთქვათ დაცვა როცა ხდება ასეთ სიტუაცია უკვე საპოლიციო ოპერაცია იწყება და ჩამოიწიეს სამთავრობო დაცვის თანამშრომლებმა უკანა მხარეს ერთ მომენტში იდგნენ აქ მახსოვს აი სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ და გახარიას დარეკილი დეპუტატები რომ მოიყვანა რატომ მოიყვანა კიდე ერთხელ რომ კაცმა არის ისინი გახდებოდნენ რამე რომ არ გახდარიყვნენ ერთმანეთს დაპირისპირებს იქ იდგა ეს ხალხი პატიოსნად და არეგულირებდა ამას ისევე ასრულებდა თავის ფუნქციას როგორც ასრულებდა ქვემოთ სანამ ამოვიდოდნენ ან ისინი იყვნენ ან სხვები უბრალოდ სამთავრობო დაცვის წარმომადგენლები იყვნენ ეს ნამდვილად მეტი არავინ სამართალდამცველი სტრუქტურები არ მახსენდება გახარია მახსენა მოადგილეები არ მახსენდება იქ ვინმე მოსულიყო რადიო გადამცემით ელაპარაკებოდა სავარაუდო თავის მოადგილეებს და თავის ამ კედედეს წარმომადგენლებს თუ ვინც ყავდა იქ. კი ბატონო. როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ თქვენ წახვედით შესაბამისად უკვე მოწმე აღარ ხართ როგორ ხდება და რა ხდება ამ შენობაში როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები გულისხმობთ იმ ღამეს თუ შემდეგ მეორე დღეს რა იყო და ან იმ ღამეს ან შემდგომ დღეებში იმ ღამეს საზოგადოებამ ყველამ ნახა ხო იქ იყო ამ ხალხის გაუგონარი და არ ვიცი წარმოუდგენელი დასახიჩრება ბუნებრივია ეს არავის რბილად რომ თქვათ რა მე არ მინდა რაღაც პოლიტიკური შეფასებები გამომივიდეს აქ ყველა შეფასების ნაწილში ჩემ პირადად ვაფიქსირებ ეს იყო აღშფოთება ყველა ნორმალური ადამიანის რაც იმ ღამეს მოხდა და შესაბამისად ყველას დაფარულად თუ ღიად ქონდა განწყობა რომ პასუხისმგებლობა ამაზე უნდა აიღო ვიღაცას ახლა პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე და არაფერი არ გამიკეთებია მარტო ეს მხრების თამაში ცოტა რაღაცა მაზალო ჩანს ხო პასუხისმგებლობა უნდა აიღო ბოდიში უკაცრავად მე მითხარით დიახ უკაცრავად შესაბამისად ამიტომაც მოხდა ის რომ მეორე დღეს 12 საათზე დაახლოებით 12 პირველ საათზე ჩვენ შევიკრიბებთ თავრობის ადმინისტრაციის შენობაში თქვენ გემახსოვრებათ იქ ბრძანდებოდით ქალბატონთია ბატონო სოზარ იყო მთელი მთავრობა შეკრებილი თუ გახსოვთ ასევე იყვნენ პრემიერ-მინისტრის მრჩევლები და გახდით მე იყო კახიშვილი რომელიც იმ დილით ჩამოფრინდა სადღაც იყო მე მგონი თქვენს დილით ჩამოხვედით ხო და მოხდა ეს შეკრება არ იყო მხოლოდ გიორგი გახარია უпростоოდ არ იყო კი არ გვიან მოვიდა წავიდა უკვე მსჯელობა იქ იყო მანამდე საუბარი იმაზე თუ პროცესი როგორ უნდა განვითარებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება რაზე უნდა მომხდარიყო ნუ მე მოვიკითხე სად არის ეს კაცი ყველა კითხულობდა სად არის ეს კაცი და მომწერეს გარედან რომ არის დერეფანში დგას ეს შეხვედრა შედგა საზოგადოებისაც რომ განვმარტოთ
აი პრემიერ-მინისტრი რომ ხდება ხოლმე თეთრი მაგიდა რომ დგას ღია ოთახი რომ არის, იმ ოთახში ეს არის მე-11 სართულზე მთავრობის ადმინისტრაციაში სათათბირო, ეგრეთ წოდებული სათათბირო ოთახი და სტუმრების მისაღები ოთახი. მე გამოვედი დერეფანში, ის იდგა გარეთ საუბრობდა მაიას კიჭიშვილთან ერთად, ხო და გამომჩა წეღან საუბრობდნენ რაღაცაზე, არ ვიცი, მე ვუთხარი რომ ხალხი ელოდებოდა და შემობრძანდნენ ორივე. ადგილი აღარ იყო რაღაცნაირად ისეთ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და აი რომ წარმოიდგინოთ პრემიერ-მინისტრი აქ იჯდა მე აი აქ ვიჯექით თქვენი ჯექით დაახლოებით აი ბატონი ალეკოროზის მანდან გვერდით სოზარი სადაც იჯდა იქ იჯდა მე მგონი და გახარია დაჯდა აი ამ ადგილას კონტრო ადგილი აღარ იყო ასე ჩვენ ჩემი თანამშრომელი იჯდა გვერდზე შესთავაზა და ნუ არაო აქ დავждები მირჩენიო იყო ძალიან კორექტული დაწოლა ასე ვთქვათ კარგი სიტყვებით ვისაუბროთ ძალიან კოლეგიალური მინდა ვთქვა ასევე ძალიან კოლეგიალური ყველა ცდილობდა რომ ამ სიტუაციიდან რაღაცნაირად გამოსულიყო პოლიცია ნაკლებად დაზარალებულიყო და მაგრამ პასუხისმგებლობის აღების თემა იყო ძალიან დღესასწაულში მე მახსოვს თქვენი ასე ვთქვათ როგორ ვთქვა pushing-ი ვიხმარ ამ სიტყვას ახლა როგორ არის ქართულად წრეში ზეწოლა კი ბატონო ზეწოლა იყოს უბრალოდ კარგი გაგებით ეს ზეწოლა რაღაცა ზეწოლათ არ გამოვიდეს იმ pushing-ში კიდე სირბილე გამოიხატება რომ აქ არის ყო ლაპარაკი იმაზე რომ გადადექი ამ ეს არავის არ უთქვამს აბსოლუტურად ყველა ეუბნებოდა რომ აიღე პასუხისმგებლობა ვიღაცამ აიღოს ან ეს იყოს რა ვიცი ეს მოადგილე იყოს შენიყავი გედედეს უფროსი იყო პირობითად ვამბობ ამას თვლი რა და მე მახსოვს რო არ დამოვიწყეს ეს ჩამოწერილი მაქვს აქ სიტყვა სიტყვით რა თქვა მე მაქვს ეს არ ვიცი კარგი თუ ცუდი თვისება არ ვიცი როგორ თქვა შეხვედრებზე ვაკეთებ ჩანაწერს მე გახდით მუშაობდი ძალიან დიდი ხანი გავატარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისად ეგრეთ წოდებული ნოუთეიქერობა ჩემი ფუნქცია იყო მუშაობდი მინისტრთან გამომადგა რაღაცაში მე მინდა რომ აქ თქვა ზუსტად ის სიტყვები რაც გახარიამ თქვა იქ მოიცა თეასეუბნება ქალბატონ თეასეუბნება თქვენ იმაზე ასე იყო ზუსტად ერთ სიტყვას არ ვამატებ შეცდომა იყო ის რომ ასეთი იარაღი მათ საერთოდ ჰქონდათ სულ 12 ადამიანს ჰქონდა ასეთი იარაღი ვინ ამბობს ამას გახარია დიახ გახარია ამას ამბობს იმ შეხვედრაზე სადაც ჩვენ ვიჯექით დიახ ერთად შეიძლება გახსოვთ თქვენს არ ვიცი ასე დეტალურად მე უბრალოდ მონიშნული მქონდა და ამიტომ თორე მეც ვერ დავიმახსოვრდი რა თქმა უნდა ეს იყო თქვენი ფუნქცია მესმის ასეთი იარაღი ჰქონდა სულ 12 ადამიანს ეს რომ მეც ჰქონოდა გაცილებით მძიმე შედეგები გვექნებოდა უფრო მეც გეტყვით მე იქ ვიყავი ეკონომიკის მინისტრი საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა ეს თქვა გიორგი გახარია ამაზე ვარ სრული პასუხისმგებლობით საკუთარ თავზე საკუთარ ეს მე მგონი თუ არ ვწდები მაგრამ მე ჩანაწერი არა მაქვს ამიტომ თქვენ უფრო მეტი ჩანაწერი არის მონიშნული ნუ რასაც ვეძახით საგარეო საქმეთა სამინისტროს კი არა ვინც იცის საგარეოში მეც მიმუშავია ვაკეთებდით ასე ხო ეს არის წესი რომ აპარატის უფროსმა ან ერთმა კონკრეტულმა შეხვედრაზე უნდა მოინიშნოს რა საკითხები ეგრეთ წოდებული არაოფიციალური სდომის ოქმი თქვათ რომელიც არ უნდა გასაჯაროვდეს შეიძლება მაგრამ საუბრის ჩანაწერი დავარქვათ დიპლომატების ენაზე ამიტომ თქვენ რა კი ეს გაქვთ მე ეს არ მაქვს უფრო მეტი ნდობა თქვენს ნათქვამს აქვს მე ასე მახსოვს რომ მსგავსი რამ მან თქვა ჩემს პასუხად, როდესაც მე მას ვუთხარი რომ და ეს შევახსენე და უარყო არ გითქვამსო და არც მე მიპასუხი ასეო თუ უსმინეთ მის გამოკითხვას. მე ვუთხარი გახსოვთ მეთქი რომ მე ვგითხარით არ გახსოვს ნაცების დრო ეს სიტყვებით ვუთხარი. ნაცების დრო მაინც არ გახსოვს მეთქი რომ ხალხს ვანო მერაბიშვილმა ეს ტყვიები ესროლა და აი სიტყვა გამოვიყენე ხალხ ზურგი დაღრუტნული ქონდა მეთქი და ძიმს გადარჩა ეს მაინც არ ქონდა ნანახი მეთქი ნანახი არ ქონდათ მე თქვენობით ვესაუბრებოდი ყოველთვის და ამაზე მიპასუხა რომ მე რა ვიციო ხო ეკონომისტი ვარო თუ ეკონომიკის მინისტრი ვარო აი დიახ აქვე ჩავაკორექტირებ ამას არ უთქვამს ეკონომისტიო და რატომ მე ამაზე იყო საუბარი მე საერთოდ ეკონომისტი არა ვარო მე მგონი თქვა თქვენ სლომაზე ხო ჩვენთან თქვა ეკონომისტიც არა ვარო ხო მაგრამ არ უთქვამს ეკონომისტი შეიძლება თქვენ ეკონომიკის მინისტრი მე საერთოდ იქ ეკონომიკის მინისტრი ვიყავიო და წარმოდგენაც არ მქონდა რას ვაკეთებდიო
წარმოდგენაც არ მქონდა რას ვაკეთებ. მე სიტყვით მაგის მონიშნული. იმის გამო რომ მე აბსოლუტური შოკი დამემართა კაცო, ხა 2 წელია მინისტრი ხარ, 2017 წლის თუ არ ვთქვი ნოემბერში დაინიშნა. 2 წელია მინისტრი ხარ და 2 წელი მინისტრობა ვერ ისწავლე, კონსპექტებით მინისტრობა რო არ ისწავლება, ხა ჩვენ კარგად მოგვახსენება ყველას, ხო? არც ერთი მთავრობის პირობებში. რით დამთავრდა ეს თათბირი? რით შედეგობრივად მეკითხებით, რით დამთავრდა? კი მინახეთ შედეგობრივად რითაც დამთავრდა. თქვენი აზრით ბატონო გიორგი გუნდის შიგნით როდესაც იყო მე ასე ვიტყოდი ერთსულოვანი განწყობა რომ მას უნდა დაკისრებოდა ობიექტურად და სამართლიანად ის პასუხისმგებლობა მათ შორის პოლიტიკური და პირველ რიგში პოლიტიკური რაც ყველა ვფიქრობდით რომ იყო იმ წუთში ყველაზე სამართლიანი და სწორი რატომ ვერ განვახორციელეთ ეს თქვენ როგორ იცით თუ ხსმენიათ იმის შესახებ რომ მას მნიშვნელოვანი მფარველები ყავდნენ თურმე რომლებმაც არ მისცეს გუნდს იმის საშუალება რომ გაკეთებულიყო ის რაც უნდა გაკეთებულიყო ხომ არ იცით რაიმე ამის შესახებ სამწუხაროდ არ ვიცი თორე სიამოვნებით მოგიყვებოდით მე ერთი მომენტი ვიცი რომ გახარია გადადგომას აპირებდა მე ერთი მომენტი ვიცი ამაზე შემდეგ თუ არ ვწდები 2-3 დღეში იყო ეს ამბავი მე ჟურნალისტებს რო შეხვდათ ხო გახსოვთ თავის იმაში იქ ამბობს რომ მე გავეცი ყველა ბრძანება იქ უკვე შემდეგ ამბობს ამას კი ბატონო მაგრამ და აპირებდა ასე ვთქვათ აზრი ტრიალებდა მაშინდელ გუნდში რომ აპირებდა გადადგომას რატომღაც მეორე დღეს თუ მესამე დღეს ეს თლიანად შეიცვალა და ისეთივე გაყოლოჩინებული გამოჩნდა მთავრობის ადმინისტრაციაში და ზოგადად ამ შეხვედრებზე პარტიაში იყო კიდე ერთ შეხვედრა სადაც მოდიოდა ხოლმე ხო არსებობს მოსაზრება რომ იმ მომენტში მას ამის უფლება გარედან არ მისცეს და მელია რომ უნდა დაეკავებინა უკვე უთხრეს რომ გაიწიე. რამდენად იზიარებთ თქვენ ამ? მე გაზიარება არ გაზიარება გამიჭირდება ერთი ვიცი რომ მასზე რაღაცამ იმოქმედა რომ ის არ გადადგა ამ თანამდებობიდან ან ვიღაცამ ან სიტუაციამ ან ვიღაცამ არ ვიცი როგორ უნდა გითხრათ რაც არ ჩორჩანაზე რა იცით? ჩორჩანას ვიცი დაახლოებით ის რაც თქვენზე ნაკლები ალბათ რაცაც ბოლო დღეებში უყურებ მე ტელევიზორში. ეს იყო იმ დროს, როდესაც მე პრაქტიკულად წამოსული ვიყავი თანამდებობიდან. თუ არ ვცდები, აგვისტოს ბოლოს მოხდა მე 2 სექტემბერს ავტომატურად შემიწყდა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ჩემი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი. ბოლო პერიოდი რომ არ დაგიმალოთ ძალიან ისე აქტიურად არც ვიყავი თან ჩართული, რადგან თავრობის ნომერიც არ ტარდებოდა თუ გახსოვთ ბატონო სუზა, რაღაცა ბოლო 2-3 კვირა არ ჩატარებულა, როგორც მახსოვს. რადგან პრემიერმა უკვე იცოდა რომ ასე ვთქვათ ის გადადგომას აპირებდა და ეს გუნდში შეთანხმებული ამბავი იყო და ყველამ იცოდა. შესაბამისად ამაზე მეტი აქ თემასთან დაკავშირებით მე ბატონი სუზარი. უბრალოდ დიახ. ეხა იქ იმ კანცელარიაში მაშინ ვინც მუშაობდა ყველამ იცის რომ მამუკა ბახტაძემ თუ იცოდა რაღაცა კონკრეტულად ეხა გიორგი ჯოლაძემ იცოდა როცა ესეთი მნიშვნელოვანი თემები იყო და აი რა თვითონ ეს რო არ იცოდით არაფერი ეს რაც იშლავს რომ პრემიერმაც არ იცოდა მე ჩემ თავზე ვთქვი ამ წუთში მაგრამ მე შემიძლია ასევე სრული პასუხისმგებლობით გითხრათ რომ მამუკას ნათქვამი მე ხა ბახტაძეს ყველა შეხვედრაზე თითქმის ვიჯექი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მას შეიძლება რაღაცა სხვა შეხვედრა ადამიანთან გქონდეს მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრთან მაგრამ ამ საუბრის შედეგად იმ საუბრების შემდეგ გუშინ წინ მქონდა საუბარი აგერ ტელეფონზე არ იმყოფება საქართველოში მე მას კითხე კიდევ ერთხელ რამე ხომ არ იყო რამე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ რომ მამუკა ბახტაძემ ეს არ იცოდა მისივე სიტყვების დადასტურებით ხო, მე შემიძლია დავძინო რომ თავრობის არც ერთ ხდომაზე ჩორჩანაში განვათავსოთ საგუშაგო თუ არა არ განხილულა და ახლა ირკვევა რომ არც უშიშროების სამსახურმა ამის თაობაზე რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო არავინ არ იცოდა ეს იმაზე მიუთითებს პირველ რიგში რომ როდესაც განხილვა ხდება, იქ შეიძლება აზრები გაიყოს, იქ შეიძლება რამდენჯერ ხდება ხოლმე, რომ ჩემი აზრი აღმოჩნდეს არასწორი და სხვისი სიმართალი ან პირიქით, ხო? ეს ამას ემსახურება დისკუსია. გათვლილი არ იყო რისკები, რა შეიძლებოდა ამას მოყოლოდა და რეალურად ეს რისკები ვერ გაითვალა, როგორც ჩანს და
დაიკარგა ის დღე და ჩამოიწია საოკუპაციო ხაზმა, რაც მან აქ უარყო, რომ მობძანდა, რომ არც 1 სანტიმეტრი არ დაკარგულაო. კომპეტენცია, სულ ამაზე ვსაუბრობთ, ეხლა კიდევ შეიძლება მომიტრიალდეს და აქ მოვიდეს და თქვას, რომ შენ ვინ გეკითხება ჩემი კომპეტენციის შეფასებასო. მე დღეს ვარ საქართველოს და თავისუფალი მოქალაქე, უფრო მეტი თავისუფლება მაქვს მის შეფასებაში, ვიდრე მან შეიძლება მე შემოფასოს, იმიტომ რომ მას მოხდება ისევ ამაზე ძალიან ცუდად, წითელი ზღვარის გადაკვეთის შემთხვევაში და მის დამხაშებს თუ ასეც იკადრებენ, პირდები მე ამას წინასწარ, მაგრამ მისი არაკომპეტენტურობა მე ჩამოთვალე ფაქტებით გამყარებული, მე ხო არ ჩამომითვლია, ჩემი მოგონით, რატო უნდა მქონდეს, რატო უნდა სიამოვნების ახლა აქ ჯდომა და ვიღაცა ნებისმიერ ადამიანზე, რა ვიცი, ცუდი ადამიანი არავინ არ მახსენდება, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს იმაზე ამის ლაპარაკი. რა უნდა მქონდეს, რა ინტერესი უნდა მქონდეს, რომ ასე ვილაპარაკო. ეს იყო ერთი არაკომპეტენტური ადამიანი, რომელსაც შეცდომაში შევყავდით, მათ შორის მეც რაღაცა მომენტი მართლა მეჯერა რომ ამ კაც შეეძლო რაღაც გაკეთება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა საბოლოოდ ბატონო გიორგი, ეხლა ამას რა ხო არაკომპეტენტური გასაგებია, მაგრამ ეხლა ადამიანს რომელსაც აქვს მაღალი დონის განათლება, ეს უნდა ვუღიაროთ, ასე არ გამოვა. რომელსაც აქვს მაღალი დონის უნარჩვევები, ესეც უნდა ვთქვათ, მაგრამ კონკრეტულ მიმართულებით. ორივე ქვეყანაში ისწავლა. და ნიჭიერი და ასე შემდეგ. ხომ არ იყო ეს რაღაცა სხვა რაღაცის ბრალი, რომ აი ელჩის ეპიზოდი ძალიან საეჭვოა. ხომ არ იღებდა ის რაღაცა ტიპის არასწორ რჩევებს. გადადგომა თუ ამას ერთით სურათში დავინახავთ, კითხვები ჩნდება. რატომ აყენებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ მდგომარეობაში, რომ ათქმევინებ არ გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს, განა რა ხდება ისეთი იმ რამდენიმე წუთში, რომ შენ მისგან დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებას, ხომ არ არის ეს რაღაცა სხვა ტიპის დავალება? იცით რა არის აქ დავალება, არ დავალება? გადადგომისას, რომელიც დღემდე ბურუსით არის მოცული, მან აქ თქვა, რომ მე ღამით შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსო და რაზე ისაუბრეს არ გაგვიმხილა. რამდენიმე საათით ადრე ყველას გვარწმუნებდა, რომ იმუნიტეტი აუცილებლად უნდა მოეხსნათ დეპუტატებს ნიკანორ მელიასთვის და ამ დროს თვითონ გადადგა მას მერე რაც შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. ხომ შეიძლება ასეც ყოფილიყო, რომ ეს ყოფილიყო არა კომპეტენტურობა პირდაპირ გაგებით, არამედ არ ცოდნა ძალოვან სტრუქტურების იმ დარგში გამოუცდელობა და პლუს რაღაცა ტიპის დავალებები გარედან. დავამატებდი ბიშვილი ქალბატონია, თუნდაც ჩვენ ეს მოვლენები, რომელი მოვლენებიც ახლა განვიხილეთ ჩვენ პარლამენტის შენობასთან, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ახლა ეს აქცია მართლაც იყო მშვიდობიანი. მაგრამ სამართალდამცავების მხრიდან იყო არაორგანიზებული. ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ იქ წინ არ უნდა დაეყენებინა ის ბიჭები, რომლებიც იქ იდგნენ და პირდაპირ შეხებაში იყვნენ ადამიანებთან, რომლებიც აპროტესტებდნენ ამ ყველაფერს. ეს რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ეს სცენარიც არ განვითარებულიყო ისეთი პროცესებით, როგორი პროცესებიც მივიღეთ. მე აღარაფერს ვიძახი მანამდე იმ საშუალებებზე, რომელიც მათ უნდა გამოეყენებინათ. ეს ერთი მხარე იმ არაკომპეტენტურობის, მაგრამ ის მოსაზრება, რასაც ქალბატონი თია ანვითარებდა, რა თქმა უნდა, ეს არც ერთ აქციაზე არავის არ უნახავს, რომ შენ იქ განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აი ამ ხელა მომიტინგეთა რაოდენობას დაუყენო ყოველგვარი ბარიერის გარეშე. ეს იყო ერთ-ერთი კიდევ მაპროვოცირებელი. ეხლა გინდა ამას არაკომპეტენტურობა დავარქვათ ჩვენ, გინდა დავარქვათ მიზანმიმართული პროვოკაცია. აი ამის ძიებაში ვართ ეხლა მე როგორც გავიგე და შემდგომ მართვა იმისა, რომელიც არანაკლები აგრესიულობით ყოფილა ამ ანალოგიური შემთხვევები, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უმართავს ეს მდგომარეობა ისე, რომ ასეთი სავალალო შედეგი არ მიგვიხია. გასაგებია. ესე იგი, როგორც კითხვის პათოსი გავიგებია, ეს არის არაკომპეტენტურობა პლუს რამე ტიპის დავალება ხო არ იყო დაახლა, ან ორივე ერთად ან ჩემას გეტყვით, რომ ორივე ერთად ან არაკომპეტენტურობა იყო, ან მიზანმიმართული ქმედება, მოდი ესე დავარქვათ რა. ბახტაძის განცხადების შემდეგ რამოდენიმე წუთში სროლის დაწყებას კონკრეტულად ამ სიტუაციას თუ შევაფასებ,
მე ვფიქრობ, მაინც ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი უფრო ვიწრო რაღაცა სვლა პრემიერობისკენ მის პოლიტიკურ გზაზე. ეს არის ჩემი პირადი აზრი, შეიძლება მაგრა ვცდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რასაც უყურებდი, ამას აკეთებ და რაღაცა რკინის მინისტრის როლის მორგება და მე მაგარი ძლიერი პრემიერის პოსტზე მოხვდეს, მაგრამ არ გაუმართლა. ეს არის ჩემი პირადი აზრი. იმ ნაწილში არ გაუმართლა, მოხდა ისე, რაც მოხდა და გააკეთა ძალიან არაკომპეტენტურად ის, რაც გააკეთა. ბატონო გიორგი, თქვენ მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღებული, ვენის კონვენციაც ახსენეთ. მაგრამ ცოტა უფრო ესეთი შეფასება რომ მოგცეთ როგორც პროფესიონალმა. რაში ჯდება ის რომ გავიგე რომ შინაგან საქმეთა მინისტრს იმდენი უნდა ესმოდეს რომ დიპლომატი სხვა ქვეყნის ელჩი, როდესაც აქციის აგრესიული არამშვიდობიანი პარლამენტში შემოჭრის მცდელობა რომ აქვს ასეთი აქციის დაშლას რომ აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი. იმ დროს გვერდში არ უნდა იყოლიოს სხვა ქვეყნის ელჩი, ეს ელემენტარული რამ არის. თან რუსთაველზე შეერნობდა და ამოიყვანეს რომ მე მითხრა პირადად. რუსთაველზე. მაგრამ ეხლა შევხედოთ ელჩის თვალით. რამდენად აქვს ელჩს უფლება რომ დაჯდეს იმ ადგილას, საიდანაც მიმდინარეობს აქციის დაშლის ოპერაცია. რას გავს ეს საერთოდ დიპლომატიური თვალით რო შეხედოთ, რა არის ეს? გენერალ-გუბერნატორი, რომელიც ზის და აკონტროლებს მის დაქვემდებარებული მინისტრი, რას მოიმოქმედებს, დავალებები შეიძლება მიცეს, რჩევა მიცეს, არასწორი ან სწორი თუ რა არის საერთოდ ეს, რა მოცემულობაა? რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როგორც დიპლომატი, რას ფიქრობთ? რა ვითარება და ზოგადად ეს არ იყო ლამაზი. დიპლომატიურად ვერ შემოვიფარგლები, იქ ელჩი არ ყოფილიყო. ეს არ იყო ბატონი კნირში, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ მას ჩემთვის მოუწია დავალებები, რომელიც არ შემისრულებია და მოუწია ნამდვილად, მაგას ვერ დავიჩემებ, მაგრამ ჩემთვის მოუწია დავალებები, რომლებიც არ შემისრულებია და მძიმე საუბარი ყოფილა, რომელიც ყველაფერი იყო დიპლომატიურის გარდა. ამის გამო მას ქონდა და მე შევსწრები ვარ სხვა საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ შენ ახლა ეს უნდა შეასრულო. გახარიასაც? გახარიას არ შევსწრები ვარ, მაგრამ სხვებს მე ჩემთვის მოუწია დავალება, ეს ეთერშიც მაქვს მოყოლილი, რომელიც არ შევასრულე, როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე. ან სხვას, რომელიც გარეთ იყო. იქნებ გაიხსენოთ, რას აკეთებდა ეს დიპლომატი იქ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი იღებდა ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით. გულწრფელად გეუბნებით იჯდა. და აკვირდებოდა. აკვირდებოდა სიტუაციას. უთარგმნიდა ვინმე? არა, მე ვესაუბრე, როგორც გითხარით წეგან, ოღონდ რაღაცა ესეთი რა ხდება, დაძაბულია სიტუაცია, ეს კითხვას თუ დასვავდა, თორე აი ეს რაღაცა იქ რამდენი ადამიანია, რა სპეცსაშუალო, ეგეთი რამე მე არ მახსენდება. აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მე როგორ გითხრათ რას ხო, იჯდა და უყურებდა სიტუაციას, ერთი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ესმოდა, ავიც სხვა ენა შეიძლება იცოდა, მაგრამ ნუ გერმანულად, ინგლისური იცოდა, მაგრამ მასთან ახლა განსაკუთრებული მისვლა და კომუნიკაცია იქ არ ყოფილა. იჯდა, ესე იჯდა რა, წარმოიდგინეთ. ბატონო გვესწრება ბოდიშვიხტი, თქვენთან აი ესე იჯდა გვეყურებდა პროცესში რო არ იყო ჩართული. კითხვები ხომ არა? შეიძლება გახარიას ესაუბრებოდა, მე ეს ნამდვილად არ დამინახავს. კომუნიკაცია არსებობდა ბუნებრივია იქ, მაგრამ ეხლა რაზე ესაუბრებოდა? გახარიამ გერმანული არ ვიციო, შენ ელაპარაკეო ასე. არა, გახარიამ გერმანული ბრწყინვალეთ იცის, ეს მის კრედიტი შეიძლება ჩავთვალოთ, რუსული უკეთ იცის, მე როგორც ვიცი. მაგრამ გერმანული ბრწყინვალეთ შესაბამისად ის ესაუბრებოდა მას გერმანულად. აი ეს მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ თქვენ როდესაც იქ არიყავით და არ ესაუბრებოდით ელჩს გერმანულად, ეს იმას მოწმობს, რომ მას და ელჩს შეეძლოთ მათთვის გასაგებ ენაზე თარჯიმნის დახმარების გარეშე ურთიერთობა. ბუნებრივია ის ლაპარაკობს
ძალიან კარგად გერმანულად, აი რა გითხრათ. ინგლისური საკმაოდ ისე იცის. კარგი. კარგი, კითხვები არის. რამე ხომ არ დაგრჩათ, რისი თქმაც გსურთ? მე მგონი ფაქტობრივ გარემოებზე ყველაფერი მოგახსენეთ, რაც იყო, თუ რამე გამახსენდა აუცილებლად მე თვითონ შეგეხმიანებით, არც მაგის პრობლემა არ მაქვს. და კიდევ ერთხელ მინდა რომ მოუწოდო მის დამხაშებს, რომ რაღაც წითელ ზღვას არ გადავიდნენ ამ ჩემ გამოსვლასთან დაკავშირებით. არ მინდა რომ ძიმე სურათი დავხატოთ. პირად თემებზეა საუბარი, რაღაცას არ შევეხოთ, წითელ ზღვას არ გადავიდეთ, თორე ამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით ვისაუბროთ რამდენიც გინდათ. იმიტომ რომ მოვაგახარე აქ და კიდე გეუბნებით იტყვის იმას, რომ რაღაცას იგონებს ეს კაცი. ნუ ახლა ეს არ არის პრობლემა, იმიტომ რომ წინა გამოსვლაზე ძალიან ბევრი უსწორობა და სიცრუეც მოვისმინეთ მისი მხრიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ორშაბათს თუ მობრძანდება, ეს ყოველივე გამოსწორდება და ჩვენ მოვისმენთ მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი მობრძანებისთვის, ჩვენი სხდომა ამით დახურულია, გთხოვთ გამორთოთ პირდაპირ ეთერი.